გორის მერად წარმოგიდგენთ ბატონ ზურაბ ჯირგველიშვილს. კოალიცია ქართული ოცნების მიერ დასახელებული გორის მერობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ დარეგისტრირებულა. პოლიტიკურ ბლოკს ზურაბ ჯირგველიშვილის დარეგისტრირების მოთხოვნით 32 საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს. ამ დროისთვის პოლიტიკური გაერთიანება ბლოკს ქართულ ოცნებას დეპუტატობის კანდიდატი, მერობის კანდიდატი, არც დეპუტატობის კანდიდატები არ წარმოუდგენია და აქ მე მინდა კიდევ დავამატო, რომ არც ერთ საარჩევნო სუბიექტს ამ დროისთვის კიდევ არ წარმოუდგენიათ არც მერობის, არც გამგებლობის კანდიდატები, შესაბამისად არც პარტიული სია. ზურაბ ჯირგველიშვილის კანდიდატურას გორის მოსახლეობის ნაწილი აფასებს. ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ პატიოსანი ოჯახის შვილია. პატიოსანი ოჯახშია გაზრდილი და პატიოსანი კაცია. ამის თქმა შემიძლია. როგორც პოლიტიკური მოღვაწე მე არ ვიცი. ძალიან კარგი პიროვნება, მე რამდენადაც ვიცი, ღირსეული პიროვნება არის და გაგვეხარდა ძალიან. ჭიშკრის კომბინატის დირექტორი იყო, კომბინატის დირექტორი იყო. აი საქმიანი ბიჭია, რა იტყვიან. აი ბიჭია. კოალიცია ქართული ოცნების გორის მერობის კანდიდატი შეაფასეს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზა და ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში. სახელმწიფო კანდიდატს რაც შეეხება, მე ნამდვილად არ ვცნობ, ბევრი ადამიანი არ ცნობს ამ ადამიანს, მაგრამ ეს არის საერთო ტენდენცია ამ ხელისუფლებისა, იგივე პრემიერს არავინც ცნობდა, პრეზიდენტს არავინც ცნობდა, არავინც ცნობდა ჩვენს გუბერნატორს, რომელსაც 4 თვის განმავლობაში 4 ჯერ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და ეს არის საერთო ტენდენცია და რომელიც მე ესე მგონია, რომ არასწორი ადამიანს პოლიტიკური წარსული უნდა ქონდეს. ზურაბ ჯირგველიშვილი მოქალაქეთა კავშირს წარმოადგენდა და უნდა გითხრათ, რომ ესე იგი თვითონ პიროვნულად მე დადებითად დავახასიათებ პიროვნებას, საქმიანი პიროვნება არის. მამის გარდაცვალების გამო ზურაბ ჯირგველიშვილის ჩაწერა ვერ მოხერხდა. მერობის კანდიდატს უკავშირდება გორის სასათბურო მეურნეობა, რომლის დირექტორად ჯირგველიშვილი ჯერ კიდევ 2012 წლის 5 დეკემბერს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის გამგეობამ, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარეობდა დანიშნა. რა გეგმები აქვს თავად მერობის კანდიდატს და რას თავაზობს ის ამორჩევლს? ამის შესახებ რამდენიმე დღეში მოგიყვებათ.